ვფიქრობ, უნდა გააუმჯობესოს, იმიტომ რომ გაფრთხილდებიან უფრო. ეხლა ძალიან ისე დადიან, რა ვიცი. შეიძლება ისეთ უწყინარ სიტუაციებში მოხდეს ქულების ჩამორთმევა და ამიტომ ეს თუ არ გამიჯნეს საკანონმდებლო დონეზე, რომ მკაცრად უნდა ისჯებოდეს ისეთი შემთხვევები, რომლებიც მართლა საფრთხეს უქმნის გამლელების თუ სხვა მოქალაქეების სიცოცხლეს და მათ უსაფრთხოებას. ეს ქულები შეცვლის იმ სიტუაციასაც ცოტა ფრთხილად იქნებიან, უკვე დაუკვირდებიან იმას, რომ შეიძლება მე ქულები რო შესრულდება, მე აღარ მოუწიოთ მანქანაზე შვება. გააუმჯობესებს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეხლა საშინელი სიტუაციაა ამ მხრივ. უამრავი ავარია მოხდა ამ ბოლო დროს. როგორ აღსრულდება საერთოდ აი კანონი ვერ წარმომიდგენია, აი ცოტათი რთულია, იმდენი დამრღვევია, ასე ვთქვათ, ხო? როგორ უნდა გაკონტროლდეს ეგ ზუსტად და დეტალურად, არ ვიცი. ცოტას გაფრთხილდებიან, მაგრამ არ მგონია რომ ძალიან შეიცვალოს. მე მგონია რომ გაამართლებს ეს, იმიტომ რომ ძალიან გადატვირთულია ქალაქში მოძრაობა და ძალიან ბევრი მძღოლია, რომელმაც ნამდვილად არ იცის, არ არის მძღოლი, ასე ვთქვათ. ჩემი აზრით გააუმჯობესებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი დადის, რომელმაც ძლივს ჩააბარა მართვის მოწმობის გამოცდები და ძალიან დიდ საფრთხეს უქმნიან მოქალაქეებს. აშკარაა რომ საჭიროა შეზღუდვები და რაც უფრო გამკაცრდება ჩემი აზრით, მით უფრო დაცული იქნება საგზაო უსაფრთხოების წესები.